პირველ რიგში აქ ხედავთ, რომ დაწერილი გვაქვს კოდი და runs დავაჭიროთ და ისე გავარჩიოთ. დასაწყისში, როგორც ვახსენე, ეს სავარჯიშო არის დებაგინგი, ანუ უნდა ვიპოვოთ შეცდომა და უნდა გავარჩიოთ ახლა. ესე იგი, შექმნილი გვაქვს აქ ცვლადები, ერთი არის true და მეორე არის false, ესენი სწორად არის შექმნილი და შემდეგ აი აქ პრინტი რომ გვეწერია, ნახეთ, აქ ხომ გვაქვს ეს ტექსტი დაბეჭდილი ბრჭყალებში, ანუ ეს ტექსტი უნდა დაიწეროს. მოდი, აი ესენი წავშალოთ დროებით, დაინახოთ, runs დავაჭიროთ და ნახეთ, ეს ტექსტი იბეჭდება ჩვეულებრივად. ესე იგი, შეცდომა იყოს ზუსტად აი აქ ამ ადგილას. ესე იგი, ჩვენ ვიცით, რომ ეს ტექსტი, რომელიც არის ბრჭყალებში ჩასმული, არის string ტიპის, ხოლო ეს ტექსტი არის boolean ტიპის. ამიტომ string ტიპს თუ გვინდა რომ გვერდით boolean ტიპი მივაწეროთ, ამ შემთხვევაში ესეც string-ად უნდა ვაქციოთ. აქ უწერთ str, ბრჭყილი გავხსენით, გადავედით ბოლოში და ბრჭყილი დავხურეთ. ახლა runs რომ დავაჭიროთ, ერთი დაიბეჭდება, ხოლო მეორეზე იქნება შეცდომა. იგივეს უწერთ აქ str, string-ი, ბოლოში გადავედით და ბრჭყილი დავხურეთ. runs დავაჭიროთ და აი აქ ჩვეულებრივად დაგვიბეჭდა უკვე ეს იყო აქ შეცდომა. ესე იგი, strings თუ გვინდა რომ boolean-ი, integer-ი ან ნებისმიერი სხვა ტიპის ცვლადი მივაწეროთ, ოღონდ Python-ში ეს ცვლადის ტიპიც უნდა ვაქციოთ string-ად. რაც შეეხება წერტილმძიმეებს, წერტილმძიმეები არ იწერება აქ, როგორც იწერებოდა წინა დავალებებში C++ ენაზე, როდესაც ვწერდით კოდს წინა units-ზე, მესამე units-ზე. Submit continuous დავაჭიროთ.